ახასიათებს ხოლმე ზოგადად თინეიჯერებს, ძირითადად მშობლების მიმართ გამოხატვა აგრესიის. და თუ რაღაცა გარეთ მოხდა ისეთი რაღაცა, რამაც გააღიზიანან, ცუდგუნებაზე დააყენა, ამაზე საუბარი ძირითადად აი იშვიათია ხოლმე შემთხვევა, რომ მივიდეს სახლში და ამაზე მოუნდეს საუბარი. ხო და აი მშობელი პირდაპირ არ უნდა მივიდეს და აი რა მოგივიდა, ხო გითხარი რომ გარეთ რო გახმიდოდი ეს საგემართებოდა და ანუ ესეთი კრიტიკა კი არა, პირიქით ანუ მისცეს დრო, ჩამშვიდდეს ემოციები, გაერკვეს თავის თავში და მეერე კითხავს რომ ხო არ გინდა საუბარი. მშობლობის ემოცია რა არის ხოლმე ასეთ დროს? აი ეგეთი რა კრიტიკა ძირითადად. აი არა, თვითონ რას განიცდიან ის კი არა რომ იმას აკრიტიკებენ. ხო, რას გამხატავ. ანუ რას განიცდიან და ალბათ შიშს და ამიტომ რა ვიცი ესე ვფიქრობ. მგონია რომ შიშს განიცდიან, აი რა მოუვიდა, რამე ხო არ მოხდა, ხო არ იჩხუბა, რა ვიცი მე კიდე უარესია მართლა დაიფაროს. ხო, ერთ-ერთი არის თვითდანაშაულის განცდა ხოლმე კიდე რომ აი მე სადღაც რაღაც შემეშალა და ეხლა ჩემი შვილი მაგიტოა რა ესე.